რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. სამხედროები რამდენიმე წლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ. სამხედროების უმეტესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც უკრაინის ტყვეთა საკითხებზე პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენელმა პეტრო იაცენკომ განაცხადა, უკრაინელ მებრძოლებს ტყვეობის პერიოდში საკვებსა და სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ტყვეების გაცვლის პროცესს ესწრებოდნენ გათავისუფლებული სამხედროების ოჯახის წევრები, რომლებსაც უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია თვეების განმავლობაში არ ჰქონდათ. ჩემი მეუღლე, რომელიც 18 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა, დაბრუნდა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, როცა ის კლიშიუკაში ტყვე დაიყვანეს. დღეს უკვე სახლშია. მადლობას ვუხდი კოორდინაციულ შტაბსა და ყველა შესაბამის ინსტიტუტს, მაგრამ პირველ რიგში სწორედ კოორდინაციულ შტაბს, იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ჩემი მეუღლე გაუჩინარდა კურსკის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკვე 8 თვეა ველოდებით, იმედი მაქვს, რომ ამ რამდენიმე დღეში მაინც შევძლებ მის ნახვას, რადგან ძალიან მიყვარს და ველოდები. ეს ტკივილი დღითიდღე უფრო აუტანელი ხდება. მინდა რაიმე შევიტყო, რადგან მისი გაუჩინარების შემდეგ სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ცოცხალია, ან იქნებ ტყვეობაშია. ვინმე ნახა საერთოდ. იქნებ დღეს მაინც გავიგო რამე და იმედი არ გადამეწუროს. მე ვიბრძოლებ, მანამ სანამ მისგან არ მივიღებ შეტყობინებას. საყვარელო სახში მოვდივარ. მთელი გულით ველოდები. Просто хочется, чтобы уже швидше повернувся. უბრალოდ მინდა რომ მალე დაბრუნდეს და ყველაფერი დასრულდეს. ემოციები ძალიან ძლიერია, დავიღალეთ ლოდინით. ყოველ გაცვლაზე მოვდივართ და ის არ არის, მაგრამ მაინც მოვდივართ და ველოდებით ჩვენს ბაბუს, მამას, საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. Я думаю, что мы дочекаемся и все будет добре. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით 2022 წლის შემდეგ სრულ მასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ოფიციალური წყაროების თანახმად გათავისუფლებული სამხედროები უახლოეს დღეებში გაივლიან სრულ სამედიცინო შემოწმებასა და რეაბილიტაციის პროცესს. უკრაინის კოორდინაციული შტაბის განცხადებით, ტყვეების დაბრუნების პროცესი გრძელდება და მათი მიზანია თითოეული უკრაინელი სამხედრო უკან სამშობლოში დააბრუნონ. Сейчас